ყველა ქცევის უკან დგას სიყვარულით მოქმედება ან პირიქით უქონლობა სიყვარულის თანაგრძნობის, ხოლო ის კი, ვინც გარიყეს აღიზარდა მკაცრ რეჟიმში, სითბოსი და მხარდაჭერის გარეშე, ეს სისტემა ძალზედ ხშირად შობენ სასტიკ ტირანებს. სიყვარულით წარმოთქმული ერთი სიტყვაც სანუგეშო, ქვას გაალღობს სიყვარულით, გულის ყურით მსმენელი ავკაცსაც კი დააცხრობს. სიყვარული ეს სულია უფლის, ხან ასეთი, ხან ისეთი, ვერ იქნები მაშინ, როცა თვითონ შენ ხარ სიყვარულის გარსში. სიყვარული თავმდაბალი მშვიდია, თუმცა არის მებრძოლი, მამაცი და შენთვის ნავსაყუდელი. სიყვარული ეს არსია ღვთის ბუნების, ვერ იყვარებ შენს მტერს, რადგან რეაგირებ მატერიულ მის ქცევებზე, როცა შენს მეს არ უჯერებს ის. არ იქნება ის ისეთი, როგორიც შენ, ის გსურს, რომ ისეთი იყოს. შეეშლება მას ზოგჯერ და ექნება შეცდომებიც, შეიძლება იცრუოს და არ იყოს ის ისეთი, როგორსაც შენ მას ხედავდი. თუმცა ყველა სხვისი ქცევა და არ აქვს მნიშვნელობა, თუ როგორი ის იქნება. ამ ყველაფრით შენ ვლინდები, ვისთან ვინ ხარ რეალურად. მტერი ნიღაბს გაგაცრობს, ჩაგახედებს ნაღდა სარკეში და განახებს შენს ნამდვილ-მეს. მოყვარესთან თუ მოყვარობა, ამით რა აქ შენი ძალისხმევა ანგარჯა. შენ მოყვასი შეგიყვარდა, ეს იმიტომ რომ პირველად ჯერ მან თვითონ შეგიყვარა შენ.